და გამოშვების ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო თემა 7 ნოემბრიდან 10 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს არტ-ისტერიუმი 2014 უმასპინძლებს თანამედროვე ხელოვნების გამოფენებში სხვადასხვა ქვეყნის 105 მხატვარი იღებს მონაწილეობას. Houston ჩვენ პრობლემა გვაქვს. ფრაზა, რომელიც მაყურებელმა პირველად 1995 წელს გადაღებულ ფილმში აპოლო 13 მოისმინა, არტ-ისტერიუმის პირველი დღის მთავარი კონცეფტია. პრობლემებმა ქარვასლას რამდენიმე დარბაზი და უცხოელი და ქართველი ხელოვანები გააერთიანა. აქ ნახავთ გადმოწეულ საზღვრებს, ქალთა ძალადობას, ომის ქრონიკას, ბავშვებს, ინფორმაციის უწყვეტი ნაკადის მიერ წაშლილ სახეებს. თუნდაც რომ ვიპოვოთ აი ეს მშველელი რომელმაც როგორც თქვათ აი ამ კოსმონავტებმა იპოვეს ხო ჰუსტონის ცენტრის სახით მაინც შენ ძალიან ბევრი რამე წინდება რომ შენ თვითონ მაინც გააკეთე და აი ეს დახმარება ყოველთვის არის მაინც დაფუძნებული თანამშრომლობაზე და რაღაცა ერთად მუშაობაზე. ქარვასლას ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი პროექტი ამ სიტყვის პირდაპირი და ირიბი გაგებით სახეებია, რომელიც ნარკომომხმარებლის უზარმაზარ ფოტოებს აერთიანებს. ასე გადაწყვეტეს პროექტის ავტორებმა ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გაკრიტიკება, სახეების და გმირების იმ პირადი ისტორიებით, რომელიც გულგრილს არ ავისტოვებს. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ის სახე და ის ისტორია, რომელიც თქვენთვის არის ყველაზე ახლოს და შეარჩიოთ ის პარლამენტარები, ვისაც გინდათ რომ მიაწვდნოთ თქვენი ამომრჩევლის ხმა და უთხრათ რომ ასეთი ნარკოპოლიტიკის გაგრძელება 21 საუკუნეში არის სირცხვილი. არტ-ისტერიუმმა ქართულ ხელოვანებთან ერთად უცხოელების ყურადღებაც მიიპყრო. თუ რას ნიშნავს პრობლემა ახალი ზელანდიის წარმომადგენლისთვის, ეს პოლიეთილენის პარკებით ცხადყოფს. კვების ნარჩენები და ქუჩაში დაყრილი ნაგავი მის ინსტალაციაში უკიდურეს ფორმებში ვლინდება, თუმცა ეს ნაგავი ვიდეოსთვის არ დაუყრიათ, ისედაც ეყარა. ჩემი ვიდეოები გადაღებულია ინდოეთში და სან-ფრანცისკოში. ინდოეთში ჩვენი პერფორმანსის საშუალებით გავავლეთ სიმბოლური ხაზი წყალსა და ნაგავს შორის. გამოვიყენეთ საპიკნიკე თეფშები. აქ კარგად ჩანს დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე დიდი პრობლემა ნაგავი და საკვები ნარჩენები. გამოფენა პრობლემატიკაზე ქარვასლაში არტ-ისტერიუმის ფარგლებში იხსნება. თანამედროვე ხელოვნებისადმი მიძღვნილი მსხვილი საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც საქართველოს მსოფლიოს თანამედროვე რუქაზე წარმოაჩენს 17 ნოემბრამდე გასტანს.